როგორც ხედავთ, მოვედი ბოლოში, გაჩვენებთ ისე როგორც ხდება. გამოვაქვსაფი. მოყავს თვალი. შევდივართ ორივეში. გამოვაქვსაფი. ვაკეთებთ თვალს. შევდივართ ისე. მთელი ეს რიგი გაკეთდა და ასე. და შემდეგი ნახსოვიც ყველა იქნება ასეთი სტილის. ზედა ნახევარი, ზედა თვლის ნახევარი და ქვედა ნახსოვი. თავიდან აწროთულები როცა არის ამოყანილი. ჭირს. ოკეი. ახლა იგივე პრინციპით შემოტრიალდებით. ზემოთ ასვლა. შემოტრიალდება ნახსოვის და საბაზისო თვლების ამოყვანას ვიწყებთ. იგივე პრინციპით, ასეთი თვლის გამოტოვებით. მე რადგანაც 2.5 მმ-იანი საფრთხე მაქვს გაწყებული ქსოვა, თვლები უფრო წვრილი გამოდის და უფრო რთული არის ქსოვა. მაგრამ თუ კი 4 მმ-იანი ძაფით მოგსოვთ, ან რაფიათი მოგსოვთ, ან ტრიკოტაჟის ნებისმიერი ძაფით მოგსოვთ, აქ სხვანაირი სიტუაცია იქნება. შემიძლია გაურკვეველ შემთხვევაში, გაურკვეველ ადგილების შემთხვევაში ცალკე ვიდეო ჩავწერო, როგორ შეიძლება, თქვა ტრიკოტაჟის ნაჭერით როგორ შეიძლება რო გავაკეთოთ. უფრო თვალსაჩინო რო იყოს, თუ კი ვინმეს დაინტერესებს. აქ გაკეთებული გვაქვს 5 თვალი, 1, 2, 3, 4, 5 და 4 თვალი. რადგან ჩემი საბაზისო არის 9 თვალი. 9. ეს 9 თვალი ყოველთვის იქნება საბაზისო, როგორც ამ მხარეს, ისევე მეორე მხარეს და ეს მოვინიშნოთ. რომ არ აგვერიოს. მე-9 თვალი, ბოლო. ეს 9 თვალი ყოველთვის იქსოვება ამ სტილით. არანაირი ნამატი, არანაირი გამოტოვება, არანაირი ორმაგი თვალი. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მოდელზე გადასვლამდე მოვნიშნოთ აქეთ მხარესაც 9 თვალი, რომ გავალთ ბოლოში არ შეგვეშალოს. ანუ თქვით, რომ ჩემი საბაზისო თვლები არის 9. დავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. აქ დავამაგრებ სანიშნოს. 9 თვალია და 9 თვალი აქეთ. ამ ნაწილში კეთდება მოდელი. ეს არის საბაზისო, როგორც გითხარით. ანუ როგორც გითხარით, აქ ერთი თვალი ავამაღლეთ, ანუ მე-9 თვალზე და ახლა როგორ ვიწყებთ? ვაკეთებთ ნამატს ერთი თვალის გამოტოვებით, ყოველთვის შევდივართ იგივე პრინციპით. ზემოდან ქვემოთ ნახეთ, იგივე პრინციპით, აქ არის გაკეთებული თვალი. ამაღლებული. ამას უტყობთ და აქ შევდივართ. ზემოთ და ქვემოთ. ცოტა ვაფართოვებ. პატარა ზომის ხაის ნახეთ. და ვაკეთებთ ორმაგ ნამატს. ნახეთ. ერთი ამოვიყვანე, მეორე ამოვიყვანე. ერთი ამოვიყვანე. აქ ვაკეთებთ ერთ თვალზე, რადგანაც ერთი თვალი იტოვება, მაგრამ მოდელის გასაკეთებლად აქვე ვაკეთებ მეორეს ნამატს. პირველი ნამატი გავაკეთეთ, ისევ იგივე თვალში შევდივართ, ნახეთ, იგივე თვალში შევდივართ და იგივე პრინციპით მოგვაქვს ძაფი. გავაკეთე ერთი თვალი, გავაკეთე მეორე თვალი და ერთი თვალი ნამატი. ახლა ისევ იგივე პრინციპით ამ ადგილას თავიდან
ერთი თვალის გამოტოვებით აქ გვაქვს ამოყვანილი ორი თვალი. ერთი თვალი აქ. ნამადე შევდივართ ერთის გამოტოვებით თვალებში. გამოგვაქვს საფი. ვაკეთებთ ერთ თვალს, ვაკეთებთ მეორე თვალს. ერთი თვალი ნამადე ისევ აქ შევდივართ. ანუ აქ გეთდება ორ-ორი ერთ თვალში. რადგანაც ვიწყებთ მოდელის გაკეთებას. ერთი თვალი ამოვიწყებთ. ახლა ყოველი ერთი თვალის გამოტოვებით ვაკეთებთ თითო ორმაგ ნამატს, ორმაგი ფეხით. ანუ თითო თვალის გამოტოვებით. აქ გავაკეთეთ ერთი თვალი ამაღლებული ვთქვათ. ისევ აქ გაკეთებული გვაქვს. ამას ვტოვებთ და აქ შევდივართ. აქ შევდივართ. ნამატი. ადამიანს უნდა გავაკეთოთ ორმაგი ნამატი. ერთი თვალი, ორი თვალი. ერთი თვალი ამოვიყვანოთ. ნახეთ. მოდელი უკვე კეთდება. ისე გაჩვენებთ. იმიტომ რომ კიდევ მხარეზე მაქვს ნახმარი პატარა, ეს ნახეთ ცოტა რთული არის სამნამერით. ერთი გაკეთებული ეს თვალი. ერთის გამოტოვებით მეორეში. ყოველ მეორეში შევდივართ. ნამატი ამოყავს ორივე თვალიდან საფი. ეს ჩემი საფი შვება ასე, იმიტომ რომ როგორც ვთქვი 2.5 მილიმეტრიანი არის. თორე სხვა საფები ასე არის ამის. ჩემი ხელთ არსებული მხოლოდ ეს იყო. ამოყავს ერთი თვალი, ამოყავს მეორე თვალი და გადასასვლელად ერთი თვალი თავისუფალი. თავიდან ავამახლეთ ერთი თვლით დასაწყისი. შემდეგ გავაკეთეთ ორი ნამატი, ერთ თვალში ორი თვალი, ორმაგი ნამატით, ორ-ორი ნამატი. შემდეგ თითო თვალის გამოტოვებით ვაკეთებთ ორმაგ ნამატს. ვიდრე აქამდე არ მოვართ. ამ ჩვენი საბაზისო 9 თვალის ბოლომდე. ბოლომდების შემდეგ.